მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი პროვოკაცია ვიხილეთ, რომელიც მოუწყეს ქართულ ოცნებას და კონკრეტულად ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუას. ალბათ ყველამ ნახა ეს ვიდეო ხომ, ორი უზრდელი არსება, როგორ მიუვარდა ირაკლი ზარქუას და როგორ ეძახდნენ ყლეს და აგინებდნენ დედას და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ეს უზრდელი გოგო აღმოჩნდა პოლიტიკური გაერთიანება დროას წარმომადგენელი ვინმე მარიამ სიჭინავა და აი ამ სიჭინავას მოუწოდებდი რომ დაჯდეს და უყუროს თავის გადაღებულ ვიდეოს სადაც ზარქუას ეძახის ყლეს და დედას აგინებს და თუ ამ ვიდეოს უყურებს აღმოაჩენს რომ ამ ვიდეოში ერთადერთი თვითონ ტოვებს ყლის შთაბეჭდილებას და თვითონ არის ყლექალა და მეტი არავინ და არც ამ ვიდეოს შინაარსი არ არის რამე სხვა შინაარსის მატარებელი გარდა იმისა რომ ხედავთ რიგითი ყლექალა როგორ უზრდელობს და როგორ იქცევა ყლესავით აი მისივე ტერმინით რომ ტერმინოლოგიით რომ ვისაუბრო და უფრო გასაგები რომ გახდეს აი ამისთანა ყლექალებისთვის და ამისთანა ყლეკაცებისთვის თუ რას ვიძახი. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რას ემსახურება ეს ბინძური პროვოკაცია, ხო? და აი ზოგადად ეს ბინძური პროვოკაციები რა მიზანს ემსახურება. დავიწყოთ იმით რომ აი ეს ბინძური არსებები, რომლებიც აი ამ ბინძურ პროვოკაციებზე მიდიან, თავიანთ პატრონებს, იმ პატრონებს, რომლებიც არიან გვარამიები, გირჩი ჯაფარები, ელენე ხოშტარიები და ვიღაცა დედამოწყნულები, აი ეს ფარჩაკი პროვოკატორები პირდაპირ სასიკვდილოდ ყავთ გაწირულები. და როცა აი ამ ქაჯებს უშვებენ პროვოკაციებზე, პარალელურად ლოცულობენ ნაცები, რომ იქნება ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს და რომელიმე აი ეს რიგითი ბინძური არსება ფიზიკურად შეეწიროს ამ პროვოკაციას, რომ მე ამაზე ააგორონ ამბავი და ნაციონალური მოძრაობა ასე ფიქრობს, რომ თუ აი ეს რომელიმე პროვოკატორი ფიზიკურად შეეწირება ამ პროვოკაციას, მე ამას მოყვება უმართავი პროცესები და ფიქრობენ, რომ აქ რამეს იხეირებენ და ნაცების სასიკეთოდ შეტრიალდება აი ეს უმართავი პროცესები, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც რა თქმა უნდა ცდებიან და აცნენილი არიან რეალობას და ღმერთმა არქნას, რომ ამ ქვეყანაში რამე უბედურება და ტრაგედია დატრიალდეს და უმართავი პროცესები განვითარდეს. თორე ერთადერთი ვისაც დედა მოეტყნება, პირველი ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა და ვერავინ ვეღარ უშველის მერე მაგათ, ვეღარც ევროპა გადაარჩენს, ვეღარც კოჰაბიტაცია და ვეღარც ივანიშვილი და ვერავინ მერე ნაციონალურ მოძრაობას ვეღარ გადაარჩენს და ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთხელ გავიმეორებ დედის ყნა და ამით დამთავრდება კოლექტიური ნაცები ამ ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება აი ამ საცოდავ პროვოკატორებს, რომლებიც აი ამ ბინძურეზე აწერენ ხელს. კარგად დაფიქრდით და კარგად გაიაზრეთ თქვენი როლი რა არის. პირდაპირ მსხვერპლები ხართ თქვენ ყავხართ გაწირული თქვენ პატრონებს და ლოცულობენ რომ იქნებ რომელიმე აი ეგ თქვენი პროვოკაციებს შეეწიროთ და ამაზე მე როგორც უკვე აღნიშნე რაღაცები ააგოს ოპოზიციამ და სანამ აი ამ ბინძურ პროვოკაციებზე წახვიდოდეთ, კარგად დაფიქრდით და კარგად გაიაზრეთ თუ როგორ ცუდად გიყენებენ თქვენი პატრონები და რისთვისაც გიმეტებენ და რისთვისაც ყავხართ გაწირულები. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა მოკლედ აი ამ მორიგ პროვოკაციასთან დაკავშირებით.